გამარჯობათ, მეგობრებო, ყველა საინტერესებს თუ რა პლატფორმა Globix-ი, როგორ მუშაობს, რა რისკებთანაა დაკავშირებული, როგორ ხდება თანხის შეტანა, როგორ ხდება თანხის გამოტანა, რამდენად რეალურია ეს პლატფორმა და რამდენად გადის თანხები. ამასთან ერთად მისი წარმომავლობა და როგორ მუშაობს ზოგადად სისტემა. პირველ რიგში გეტყვით, რომ ყველა ინფორმაცია ატვირთული არის ჩვენს ჯგუფში, თუმცა ამის მიუხედავად გადავწყვიტე ვიდეოს ჩაწერა, რომ თქვენთვის ასე უფრო მარტივი მგონია იქნება აღსაქმედად. Globix-ი არის AI-ზე დაყრდნობილი საინვესტიციო პლატფორმა, რომელიც არის ჩაშვებული კრიპტოსამყაროში. ის ფუნქციონირებს 4 იანვრიდან და უკვე აქვს იმხელა განვითარება და პერსპექტივა, რომ უშვებენ მარტიდან თავის აპლიკაციას. მოდი პირველ რიგში დავიწყებ თუ როგორ მუშაობს ის და რამდენ შემოსავალს მოგვიტანს დღეში. როგორც მოგახსენეთ, Globix-ი არის საინვესტიციო პლატფორმა და მისი ამუშავებისთვის საჭიროა დეპოზიტის გაკეთება. პირველ რიგში იმასაც ვიტყვი, რომ დეპოზიტის გატანა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ. თქვენი დეპოზიტი არ იყინება. გარდა იმ შემთხვევისა, თუ 4 საათის მანძილზე, როდესაც შემოსავალი უნდა მოიტანოს ამ კომპანიამ, მაგ დროს არის თანხა აყვანილი ტრეიდში, ანუ მიმდინარეობს თანხის გამომუშავება და სანამ 4 საათი არ გავა, თანხის გატანას ვერ შევძლებთ. ამასთან ერთად დავამატებ, რომ დღიური შემოსავალი ჩვენი თანხის 6-დან 7%-მდე მერყეობს, რაც დამეთანხმებით, რომ არაჩვეულებრივი პროცენტია იმის მიუხედავად, რომ შეიძლება $20-დან მინიმალური თანხა იყოს $1.30 გამომუშავება. როგორ მუშაობს პლატფორმა და რა სისტემით? ჩვენი განთავსებული დეპოზიტი არის ცალკე აღრიცხული თანხა, რომელიც გვაქვს ტრეიდის ანგარიშზე და რას ნიშნავს ეს? ყოველ 4 საათში შეგვიძლია ბიდის გაკეთება, რომელიც გამოიწვევს ჩვენი შემოსავლების აყვანას უფრო მაღალ ხარისხში, ანუ ფულის ზრდას. როგორ იწყება თანხის გამომუშავება და ბიდის განთავსება? პირველ რიგში ამისთვის საჭიროა, რომ ისევ დეპოზიტი გქონდეს ანგარიშზე უკვე, მინიმალური თანხა არის $20 და შეგვიძლია ყოველ 4 საათში განვათავსოთ ბიდი, რაც ჩვენ შემოსავალს, რა თქმა უნდა, გაზრდის. დავამატებ ასევე იმას, რომ როგორც დეპოზიტის გატანა, ასევე ჩვენი გამომუშავებული თანხის გატანა არის შესაძლებელი და არანაირი პრობლემას არ ექმნის ეს. ეხლა თქვენ გაგიჩნდებათ კითხვა, თუ რა გამოიმუშავებს ამ თანხას. თანხის გამომუშავება არის ტრეიდის საშუალებით. ესე იგი, ხელოვნური ინტელექტი, რომელიც არის ჩაშენებული ჩვენს პლატფორმაში, თქვენ თანხას ატრიალებს სავაჭრო ბირჟაზე, რომელიც გამოიწვევს პროცენტულ ზრდას და თქვენთვის იქნება მომგებიანი. არა მარტო თქვენთვის, არამედ ამაში ნახულობს კომპანიაც, რა თქმა უნდა, მოგებას და ინაწილებთ ამ თანხას. შემოსავალი კი გიფიქსირდებათ შემოსავლის ანგარიშზე, ხოლო დეპოზიტი გიბრუნდება თქვენს ანგარიშზე. როდესაც ტრეიდს ვაკეთებთ და შევდივართ ტრეიდში, ამ შემთხვევაში გვიგდებს სამშრალო კიდვას, რომელიც გამოიმუშავებს თანხას და შემდეგ მოგცემს იგივე ღირებულებას, რაც გვეკუთვნის. თუმცა თუ არ მოგწონს ჩვენ ეს თანხა და არ მოგწონს პროცენტები, რომელსაც ეს გვთავაზობ, შეგვიძლია გავთიშოთ და ხელთავიდან გავხსნათ, რის შედეგადაც უფრო მაღალ პროცენტში შეგვეძლება თანხის განთავსება და უფრო მეტი ზრდა შემოსავლისთვის, რაც შეეხება რეფერალურ სისტემას. ეს არის დამატებითი შემოსავალი და мотиваცია თქვენთვის და არა მარტო თქვენთვის, არამედ კომპანიისთვის, რომ მოიზიდოთ ხალხი და დააინტერესოთ ამ სფეროთ. ამასთან ერთად, მინდა დაიმახსოვროთ, რომ არის რისკები, რომლის შეფასება ხდება ჩვენიდან. ასევე შეგიძლიათ თქვენს თუ ხართ ჩახედული ამ სფეროში და ამ საქმიანობაში, ყველანაირი რისკი შეაფასოთ. პირველ რიგში, კომპანიას აქვს უმაღლესი დაცვის სისტემა. ვერანაირი ჰაკერი ვერ შეძლებს თქვენს გატეხვას და ასევე თვითონ პლატფორმის დაჰაკვას. მეორე, გადამოწმებულია ბიუჯეტი და მხოლოდ ერთ ანგარიშზე უდევს წარმოიდგინეთ მილიონზე მეტი თანხა, რაც პატარა ციფრი ნამდვილად არ არის, მხოლოდ ერთი ანგარიშისთვის. ამასთან ერთად ყავთ ძალიან მაგარი საპორტი, რომელიც ყველა ადამიანს ეხმარება უფრო სწრაფად განვითარდნენ და ამასთან ერთად თუ რაიმე პრობლემა ექნებათ, მოგვარებაში რა თქმა უნდა ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის. არის შემთხვევები, როდესაც მაგალითად ვიღაცაებმა თანხა ჩარიცხეს და ჩარიცხეს არასწორად. წარმოიდგინეთ, რომელი კომპანია გააკეთებს და დაგიბრუნოთ $200 ინვესტიციას, რომელიც არასწორად განათავსეთ იმის გამო, რომ თანხის გადატანა არ იცოდეთ. ამიტომაც ჩემი რჩევა იქნება, რომ ყოველთვის დააკვირდეთ, თუ რომელ ვალუტას როგორ და რანაირად რიცხავთ. ასევე Globix-ი არის ავტომატიზირებული კომპანია, რომელსაც ჩაშენებული აქვს საკუთარი გადარიცხვის სისტემა. ანუ არ ხდება შეფერხება თანხის გადარიცხვებთან და არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. ამასთან ერთად Globix-ის ადმინისტრაცია ყოველთვის ატარებს თავის შეხვედრებს და გაგვაცნობს ჩვენს მომავალში გეგმებს. მაგალითისთვის, მარტიდან იგეგმება აპლიკაციის ჩაშვება როგორც Android-ი, ასევე iOS სისტემაზე. ამასთან ერთად აქვს თავისი ვალუტა, Globix-ი, რომლის ფასი არის მერყევი და ხან იზრდება და ხანაც იკლებს და ეს დამოკიდებულია უკვე ადამიანების სიმრავლეზე.
რას ყველაზე მთავარია, მეგობრებო, ხშირად ისმის კითხვა, რამდენად იმუშავებს, რამდენი ხანი გაძლებს და ასე შემდეგ. ამაზე პასუხს ვერავინ ვერ გაგცემთ თქვენ და გეტყვით იმასაც, რომ ამ სივრცეში გარანტიას ვერავინ ვერ მოგცემთ. ეს სისტემა და პლატფორმა განისაზღვრება სიძლიერით, შემქმნელით, რესურსით, როგორც გითხარით და თუ რაოდენ ძლიერია ეს პლატფორმა, როგორი განვითარება და მომავალი აქვს. თუმცა ვიმეორებ კიდევ რომ ვერავინ გარანტიას ვერ მოგცემთ, ხვალ და ზეგ რა იქნება. როგორც გითხარით, ეს არის კრიპტო სამყარო და არავინ იცის რა გველოდება ხვალ და ზეგ და როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები. მაგრამ რა თქმა უნდა, მე გიზიარეთ პლატფორმას, რომელიც ეხა ამ მომენტისთვის არის იდეალურად და გამოიყურება ძალიან ზე პერსპექტიულად. ვინაიდან მოწესრიგებულია ყველა სისტემა. დანარჩენი კი უკვე თქვენზეა. მოდით ახლა უკვე კომპიუტერში შეგახედეთ Globix-ის პლატფორმას, როგორ მუშაობს ის, როგორ უნდა შევიტანოთ თანხა, როგორ ხდება ასევე თანხის განაგდება და ყველაფერი დეტალურად გავიაროთ. დავიწყოთ საიტზე, როგორ ხდება რეგისტრაცია და რა არის საჭირო ამისთვის. გადავდივართ საიტზე და ვაწვევით რეგისტრაციას. გამოდის აი ასეთი ფანჯარა, სადაც პირველში შევყავს რეგისტრაციის ID, ანუ ჩემი რეფერალური კოდი. შემდეგ შევყავს სახელი, შევყავს მეილი, ასევე ქვეყანა, შევყავს ტელეფონის ნომერი და პაროლი. ვაწვევით რეგისტრაციას. როგორც ხედავთ, გავიარე რეგისტრაცია, როგორც გითხარით, დაპირებული 100 Globix-ი მაჩუქა, რომლის თანხის გადასვლაში შემეძლება. ასეთი ინტერფეისია Globix. პირველი ველი არის დეპოზიტის გაკეთების ველი, მეორე არის უკვე ტრანსფერი, საიდანაც უკვე ხდება ბიდის განთავსება, აქტიურ ბიდებში გადადის ჩვენი განთავსებული ბიდი. ეს არის სტეიკინგი, ანუ რას ნიშნავს ეს? ამასთან გააჩნია კომპანიას თვეების მანძილზე დააბანდოს შიგნით თანხა და გამოიმუშაოს ავტომატურად თანხა. რაც შეგიძლია თქვენს გამოიყენოთ, გაიცანით მის წესებს და ეხლა ამ ვიდეოში მაგის წესის ახსნას არ დავიწყებ. როგორც გითხარით, 100 Globix-ი სადაც არის, ეგ არის ჩვენი კრიპტოვალუტა, რომელიც გვაჩუქა კომპანიამ და ასევე მანდ დაირიცხება ყველა ის რეფერალი, რომელიც გეყოლებათ თქვენ მოწვეული და გააქტიურდებიან. სად ირიცხება ეხლა ჩვენი თანხა? ჩვენი თანხა ირიცხება გამომუშავებული Ering Wallet-ში და შეგვიძლია მისი გატანა ჩვეულებრივად. მოდი ეხლა გავაკეთოთ დეპოზიტი, შევიდეთ Deposit Fund-ში, შემდეგ აქ ავირჩიოთ ვალუტა, USD-20, ავირჩიოთ თანხა, ამ შემთხვევაში შევიტან $20 მე და დავაჭერ Submit-ში. აი როგორც ხედავთ, გამოიტანა ადრესი, სადაც უნდა მოხდეს თანხის გადარიცხვა. შეგვიძლია დავაკოპიროთ აი ამ ღილაკზე დაჭერით. ან მოვნიშნოთ და ესე დავაკოპიროთ და ეხლა უშუალოდ გადავიდეთ კრიპტო საფულეზე. მე ვიყენებ CoinMania-ს, თუ თქვენს გინდათ CoinMania-ს გამოყენება და არ გაქვთ, გაიარეთ რეგისტრაცია, ძალიან მარტივად ხდება. გადავიდეთ CoinMania-ზე, ხედავთ რომ ამ მომენტისთვის არის თანხა დარიცხულიზეთ უკვე და ეხლა მე უნდა ვიყიდო ზუსტად ის ვალუტა, რომელიც ეხან მოვნიშნე. ესე იგი USD-20. როგორ ხდება ეხლა ეს? შევდივართ საფულეში, ჩამოვდივართ დაბლა და ვეძებთ USD-20 ტრონი. დავაჭიროთ აი აქ ყიდვას, შემდეგ ავირჩიოთ თუ რომელი ვალუტით ყიდულობთ, ამ შემთხვევაში არის ლარი და აი აქ მივანიჭოთ თანხა. ასევე მოცემული იქნება რამდენი შემოგივათ და რამდენი გავიდა. ახლა ამ შემთხვევაში 26 არის ჯამში, აი მე გადავიტან ამ შემთხვევაში 63-ს, რომელიც იქნება $21. $1 არის გადარიცხვის საკომისიო, ამიტომაც აუცილებლად გაითვალისწინეთ, როდესაც რიცხავთ, რომ 21 ანუ 1-ით მეტი $1 მეტი გადაიტანოთ ყოველთვის, ვინაიდან CoinMania $1 საკომისიოს აჭრეს. შემდეგი ნაბიჯი დავაჭიროთ და ვიყიდოთ. როგორც ხედავთ, ვიყიდე და ეხლა მოდი უკვე როგორ ხდება გადარიცხვა ჩვენს Globix-ზე. შევიდეთ საფულე, ისევ, ჩამოვწიოთ დაბლა, გავხსნათ ისევ USD-20 ტრონი და მივცეთ აქ გადარიცხვას. ეხლა უშუალოდ ჩავწეროთ ის რაოდენობა, რის გადარიცხვაც გვინდა. ამ შემთხვევაში იქაც ავირჩიე 20 და აქაც ჩავწერ 20. აქ გათვალისწინებული არ არის საკომისიო დაემატება ზევიდან, ეს იცოდეთ და მისამართში ჩავწერ აუცილებლად იმ ადრესს, რომელიც დავაკოპირე. ყველაფერს დააკვირდით, ზუსტად განიხილეთ და შემდეგ დააჭერეთ შემდეგი ნაბიჯი. ამის შემდეგ გადაამოწმეთ და დააჭერეთ ეგარი. გადარიცხვის მოთხოვნა მიღებულია. დაველოდოთ ეხლა მოდი ჩარიცხვას, რომლის დროც დაახლოებით 5 და 10 წუთამდე მერყეობს. აი როგორც გითხარით, ავტონომიზაცია აქვს ძალიან მოწესრიგებული, მომივიდა მეილზე SMS-ი, შუალედური საიტი, საიდანაც მომაწოდა ინფორმაცია, რომ თანხა არის მოდლოვდინე რეჟიმში და დაგერიცხება ძალიან მალე. ამასთან ერთად, ამ საიტიდან ხდება თანხის უკან დაბრუნება. თუ არასწორად თანხები ჩარიცხეთ, მაშინ აუცილებლად დაგიბრუნებთ აი ეს შუალედური საიტი თანხას, მაგრამ მეცადეთ რომ ყოველთვის თავი აერიდოთ აი ასეთი შეცდომებისგან. როგორც ხედავთ და კითხულობთ, აქ 24 დღის მანძილზე შეუძლია ადამიანს ისევ თავისი არასწორად დარიცხული თანხის დაბრუნება. დაახლოებით 5 წუთია გასული და მე $20 ანგარიშზე უკვე ამესახა, როგორც ხედავთ. ეხლა რა უნდა ვქნა ამის შემდეგ? დეპოზიტზე მიზის თანხა, მაგრამ მე აუცილებლად უნდა გადავიტანო Trade Wallet-ში და როგორ ხდება ეს? ვაჭერთ Transfer Fund. აქ შემდეგ გამოგვიშვება რამდენი დეპოზიტი გვიზის,
და აუცილებლად იგივე ციფრი მთლიანად ჩაწერეთ აქაც. დავაჭროთ 3-ში. აი როგორც ხედავთ, Trade Wallet-ში ზის ჩვენი თანხა და უკვე შეგვიძლია ბიდების განთავსება. ბიდი ნიშნავს რას? როგორც გითხარით, ჩვენი შემოსავალი რომ გაზარდოს ყოველ 4 საათში. ამიტომაც დააყენეთ მაგვიძარა, დააყენეთ ტაიმერი, იმისათვის რომ ყოველ 4 საათში გააკეთოთ ბიდი და არ გამოგჩეთ და 24 საათში X-ჯერ მოგიწიოთ გაკეთება. იმიტომ რომ თქვენთვის ეს უკეთესი იქნება. ეხლა 24 საათში რომ მე 3-ჯერ გავაკეთო, უკვე წაგებაში მივდივარ იმ ხრივ რომ 3-ჯერ შემეძლო და ეს შანსი დავკარგე. მოდი დავიწყოთ ეხლა როგორ ხდება ეს. შევდივართ new bit-ში, გამოდის აი ასეთი ფანჯარა, ამ შემთხვევაში ბალანსი მაქვს $20 და ბიდიც უნდა გავათავსო $20. ავკრიფე 20 აქაც, დავაჭრე 3-ში და ნახეთ გამოვიდა 3 ტრეიდერი, რომელიც მე მპირდება რომ მომცეს პროფიტს, ანუ პროცენტულს და ამ შემთხვევაში 0.06, ამ შემთხვევაში 0.05 და ასე შემდეგ. ტრეიდში თანხა შედის კი 20, ამასაც დააკვირდეთ აუცილებლად. აქ შეიძლება მაგალითად მე $100-ს ვაკეთებ, $100 ჩავწერე, შეიძლება 53 ჩამომიგდოს, 45 ამომიგდოს. ამიტომაც სულ ჩემი ტაქტიკაა რომ თუ მაქვს $100 თანხა და რა თქმა უნდა მაქვს კიდევაც ჩემს პირად საიტზე განთავსებული, მეტიც სულ ვაკეთებ 20, ანუ 20 ტრეიდებს შევდივარ და ბევრჯერ შემიძლია ამ ტრეიდის გაკეთება ამის თქმა მინდა ამასთან ერთად. არ მომეწონა ხა ეს პროცენტულობა მე არც ერთი. რა თქმა უნდა ეს ძალიან დაბალი პროცენტებია და მინდა მაღალი პროცენტის დაჭერა. არანაირი პრობლემა, გავთიშოთ, დავაჭროთ ხელთავიდან და ვეძებ უფრო კაი პროცესს. აი აქ დაახლოებით 93 ამომიგდო ეხლა მე, მაგრამ შეიძლება თქვენთვის ესეც არ იყოს მისაღები, ამიტომ ისევ გათიშეთ და ხელთავიდან ჩართეთ. აი ასე განაგზეთ სულად, სანამ თქვენ საუკეთესო პროცენტს არ იპოვნოთ თქვენთვის. აი 98%, ტრეიდი 20, ეს შემთხვევით ძალიან მისაღები ამ შემთხვევაში. დავაჭირო bid now და როგორც ხედავთ ბიდი განთავსდა. დაიწყო აქ დროის ათვლა, ამ შემთხვევაში 0 წუთია გასული და შემოსავალი პროფიტი დამწერა გვერდში, ასევე ჩემი განთავსებული ბიდი. გადავიდეთ ეხლა ის მთავარ გვერდზე და როგორც გითხარით, ნახეთ, აქტიურ ბიტში მიჩანს ეს თანხა 4 საათის შემდეგ დამიბრუნდება Trade Wallet-ში ისევ, თან ამასთან ერთად შემოსული თანხა გამომიჩნდება Earning Wallet-ში. რაც შეეხება ამ wallet-ის გადაცვლას, რომელიც გვაჩუქა და გვჩუქნის ჩვენ ეს საიტი, Glebix-ი, რომელიც არის ვალუტა მათი, კრიპტოვალუტა. დავაჭროთ Sweep Tokens, ავირჩიოთ აქ Earning Wallet-ი, ანუ Earning Wallet-ში გადავიდეს ეს თანხა და ავირჩიოთ 100. დავაჭროთ ტრანსფერ, მაგრამ ამ შემთხვევაში კურსი ძალიან დაბალია და ეცადეთ ხოლმე მაღალ კურსზე გადაცვალოთ. აი როგორც ხედავთ, Earning Wallet-ში გადავიდა ამ შემთხვევაში ახლა $1 და 20 ცენტი, თუმცა როგორც გითხარით, აი აქ არის ვალუტის ფასი, რაც მერყეობს და წინაზე მაგალითად იყოს 3 და 80 ასული, როდესაც მოვახერხეთ ჩვენ გადაცვლა. ამიტომაც დაელოდეთ ხოლმე თქვენს რო დააგროვებთ ამ Glebix-ებს. ეხლა კი დაველოდოთ 4 საათს და ჩვენი ბიდი უკვე გააქტიურდება და გამოიმუშავებს თანხას. მოდი ახლა გაჩვენებთ თუ როგორ გავიტანოთ ჩვენი დეპოზიტი და გავიტანოთ ჩვენი თანხა. უბრალოდ გეტყვით იმას, რომ მე ამ შემთხვევაში დეპოზიტი ტრეიდში მისის და ვერ მოკიდებ 4 საათის მანძილზე ხელს. თუმცა, პირველ რიგში იმისათვის, რომ ჩემი ანგარიში მივამაგრო, ამისათვის შევდივართ პროფაილზე და შემდეგ wallet ადრესში ვსვავთ USD BEP20, რაც ჩვენს CoinMania-ზე, აი გაჩვენებთ საფულეში რომ გადახვალთ, ეს ადრესი არის, აი. ნახეთ, USD BEP20. შევიდეთ, დავაჭროთ აქ შემოტანას, დავაკოპიროთ თანხა, დავაკოპიროთ ადრესი, ანუ მისამართი და გადმოვიტანოთ აქ და ჩავსვათ. დავაჭროთ updates. ამის შემდეგ თანხას რომ გავიტანთ, დაგვიჯდება აი ამ ანგარიშზე. მოდი ახლა გაჩვენებთ როგორ გადის თანხა და საიდან ხდება ეს. პირველ რიგში კაპიტალის გატანა ხდება აი აქ capital withdrawals დააჭერთ. აქ გამოგიჩნდებათ ის თანხა, რომელიც გაქვთ. ეხლა გითხარით რომ ტრეიდშია თანხა და აქ არ მიჩანს, ამიტომ 4 საათის გასვლის შემდეგ გამომიჩნდება. ჩავწერ გასატან თანხას და დავაჭრე გატანას. ეს კაპიტალის გატანა. ეხლა გაჩვენებთ როგორ გაიტანოთ გამომუშავებული თანხა. გადავდივართ მთავარ გვერდზე და ვაჭერთ აი აქ Earning Wallet-ის დაბლას, აქ იქნება ჩვენი გამომუშავებული თანხა, ვაჭერთ Withdraw. აქ დაგვიწერა ბალანსი და შეგვიძლია აქ თანხის შეყვანა რამდენს გატანაც გვინდა. დავაჭროთ 3 და გავიტანოთ ძალიან მარტივად. თანხა დაждდება 5 წუთში დაახლოებით. ხოლო მეგობრებო, შეგიძლიათ თქვენი რეფერალი კოდი გამოიყენოთ ასევე, გაუგზავნოთ სხვებს, მოიწვიოთ ადამიანები და დაგერიცხოთ იქიდან კიდე შემოსავალი. ესეც რა თქმა უნდა мотиваცია. იმედია ეს ვიდეო მოგეწონათ და გასაგებად არის ყველაფერი ახსნილი. მაქსიმალურად შევეცადეთ და ვისაც მოგინდებათ ამ პლატფორმაზე მუშაობა, აუცილებლად ყველაფერში ჩვენ ჩატში ადმინები და მე პირადად დაგეხმარებით. მოდი კიდევ ერთხელ გადავალოთ თვალი ინტერფეის. აი ეს არის ჩაშენებული ბარათი, რომლის გამოყენებასაც შევძლებთ, როგორც კომპანიის დამფუძნებელმა გვითხრეს. ამასთან ერთად გვაქვს პროფილი, სადაც გვიჩანს აქტიური თიმი, ესე იგი ჩვენ რო რეფერალს მოვიწვევთ და გამოგვიჩნდება აი აქ, რამდენი ყავს აქტიური იქნება მწვანედ, რამდენი ყავს არააქტიური იქნება მარცხენა მხარეს. ასევე აქ შეგიძლიათ ნახოთ გამომუშავებული თანხები, ნახოთ
ტოკენის ისტორია, ამასთანაც შეგიძლიათ ისტორიები ნახოთ აი აქედანაც და მოკლედ რაც ყველაზე მთავარი იყო ის გაგაცანით და ყველაფერში დანარჩენში უკვე თანდათან ეტაპობრივად გაცნობიერდებით.